ჩვენ რეალურად ცხოვრობთ სრული განმკითხაობის პირობებში, იმიტომ რომ ჩვენ სრული უფლება გვაქვს შევიდეთ საჯარო სივრცეში, მაგრამ არ გვიშვებენ და ძალა აღმარცხნავს, არ ვიცი, ეს აჩვენებს როგორი შეზღუდულია ჟურნალისტების უფლებები, როგორი რთულია მათი სამუშაო პირობები და როგორ ცდილობენ ისინი ჩვენს განდევნას საჯარო სივრცეებიდან. იქნება ეს საჯარო დაწესებულებები, ვიცით როგორი შეზღუდულია ცდომა საჯარო ინფორმაციაზე. ყველაფრით მიგვანიშნებენ, რომ ჩვენ მათ არ ვჭირდებით, არ უნდათ ჩვენი არსებობა მათ აწუხებს და უქმნის დისკომფორტს. სამწუხაროდ ასეა. ესეც ერთ-ერთი ნიშანია და ძალიან ბევრი ნიშანი დაგროვდა ამისი უკვე ბოლო თვეების განმავლობაში დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელშიც მათ არ ქონიათ პოზიტიური დღის წესრიგი, არც ერთი ინიციატივით არ გამოსულან ბოლო თვეების განმავლობაში, ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც ჟურნალისტებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოემსახურებოდა ან პრესის სიტყვის გამოხატვის ან შეკრების თავისუფლებას განამტკიცებდა. პირიქით, ყოველი მათი სამართლებრივი ინიციატივა კიდევ უფრო ზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, კიდევ უფრო აუარესებს ჟურნალისტების სამუშაო პირობებს და შედეგად საზოგადოება ვერ იღებს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას და ალბათ ესეც არის მათი მიზანი, რომ ჟურნალისტები იყვნენ დათრგუნულები და შევიწროებულები და საზოგადოება იყოს არაინფორმირებული.